მოგესალმებით. მე აქ უფრო მეტ ხალხს ველოდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, ქართველებს ვერ გიდევთ ზინოთ. უბედურება ჩვენი ეს არის. მე ახლა ერთ სამკითხვას დავწევ და მოусმინეთ ამ კითხვებს პასუხი და მე გადავიდეთ ხო. ჩვენი ეს შეკრება იცის წმინდა იძინა? როგორ დაფიქრდით? რაც კითხულობ. ეს ჩვენი შეკრება იცის წმინდა ცოტნე? ეს ჩვენი შეკრება იცის წმინდა ევდემოს კათოლიკოსმა? აი ეს მე მაგალითად გთხოვთ, რომ ვისაც საშუალება აქვს, რომ ეს ხატი შეიქმნას იძინა ჩოლოყაშვილი, ცოტნე დადიანი, ევდემოს კათოლიკოსი, რომლებიც ზუსტად საქართველოს გულისათვის დაეცა. საქართველოს ერთიანობისათვის დაეცა. ჩვენ ხშირად გაგვიგონია ამბიონიდან, რომ გლობალიზაცია მოდის, გლობალიზაცია ჩვენ გვერდს არ აგვივლის და აი ზუსტად აი მშვაგულში მოხდეთ ჩვენ. გლობალიზაცია ნიშნავს იმას, რომ იერუსალიმში უნდა აშენდეს მესამე ტაძარი, თქვენ უგონიათ ტრამპი და პუტინის შემთხვევით შეხვდნენ, ეს შეხვედრაზე გადაწყდა ზუსტად ესა და აქედან გამომდინარე უნდა იცოდეთ ერთი რაღაცა, რომ მოსკოვში ზუსტად კრემლში იმყოფება სატანის ტახტი, რომელიც როდესაც ტახტს დაიდგამს სატანა მესამე ტაძარში, რუსეთის პატრიარქმა უნდა ჩააბრძანოს ეს ტახტი და იქ უნდა მიიტანოს. ლენინს უნდა იმაზე, მაგრამ არ დაცალდა და ამიტომ იქ იმყოფება ესეთი. დღევანდელი ახლა ჩვენი შეკრება ზუსტად აი ამას ესადაგება ჩემო კეთილო ხალხო. ის მესამე ტაძარი რომ აშენდეს, არაბებმა უნდა დაცალოს ის ტერიტორია, ამიტომ ისინი ხო უნდა წავიდნენ სადმე და ზუსტად საქართველოში უნდა ჩამოვიდნენ ისინი. აი ეს მოლაპარაკება მოხდა თვითონ ებრაელობასა და არაბებს შორის და აქედან გამომდინარე არის, რომ აი ეს უნდა მოხდეს აუცილებლად ასე აქ გადაწყვეტილი. ეს არის ძალიან დიდი შემოტევა. ჩვენ ლოცვებში გვაქვს ასეთი სიტყვები. ღმერთი უფალში გვაქვს ასეთი ყოველი თესლები გარემომადგენს მე და სახელითა უფლისათა ვერ ეოდე მას. თუ ჩვენ მართლაც ღმერთის წინაშე არ გავერთიანდით საქართველოს, თუ არ დაბრუნდა დედება ის თუ არ შეინანა, რაც ოდოში და დედები იმყოფებია, მამა გაბრიელის ნათქვამი გაიხსენე ჩემო კეთილო ხალხო, როდესაც დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა მას, რომ აი ამდენი აბორტების ეთებით ვიშებით ზუსტად რა, იმიტომ აფხაზეთი ამის გულისათვის დავკარგეთ სამაჩაბლო, ამის გულისათვის დავკარგეთ, მე აღარ ვამბობ ახლა დანარჩენ ტერიტორიას დააგლარჯეს და იქით სომხეთს რაც აქვს აღებული და სხვა დანარჩენებს, მე ვამბობ იმას, რომ ეს არის ჩვენი ბრალი. ამიტომ როგორც ნინეველებმა თავის დროზე ძაძები ჩაიცვეს, როდესაც ისინი ფაქტიურად მარხულობდნენ და ღმერთს შესხობდნენ, რომ გადარჩენილიყო, ჩვენც ასე უნდა შევთხოვოთ, იმიტომ ჩვენ ახლა იარაღს ვერ ავისხამთ, იმიტომ იარაღს ისინი აწარმოებენ, ჩვენ არავინ არ მოგწევს, თუ მოგწევენ ერთმანეთის დასაწყოთად და ვიცით 91 წლის ამბები, 20 სხვათა შორის აქ ვიყავი ჩემს ბიძაშვილს, მაშინ სიდადრე გარდაეცვალა და დაკრძალვაზე ვიყავი, ქაშვეთში რომ მივედი, ერთ-ერთი ცნობილი პიროვნება ჟურნალისტი შეხვდა და შევეკითხე რა ხდება თქვა და რაოდა რუსთაველიო ნაგვით უნდა გავწვიდოდო და მე ვთხარი ერთი რაღაცა დაიმახსოვრე, რომ ისი არ მოახდინო, რომ საქართველოს არ მოეყოლა უკან თქვა და კიდევაც გააკეთეს ეს საღამო საათებში უკვე შესრულდა ეს ყველაფერი. ამიტომ ჩემი თხოვნა რა არის, ჩემო კეთილო ხალხო და ჩემო გულ დათუთგულო თანამემამულენო, ჩვენ ერთმანეთს ხარში უნდა დავუდგეთ უყურა. არ უნდა დავიწყოთ ერთმანეთის ძინწკლაობა, ერთმანეთის განკითხვა, ერთმანეთის ის უნდა გავერთიანდეთ უფალ იესო ქრისტეს და მისი დედის გარშემო. აი ეს უნდა ვიცოდეთ და ჩვენმა ლოცვამ უნდა შეძლოს ის, რომ რასაც ძალას არ შეუძლია,
აი ლოცვის მეშვეობით უნდა შევძლოთ ჩვენ ეს ყველაფერი რა. აი ჩემი თხოვნა ეს იქნება რა. იმიტომ ჩვენ ახლა რაც არ უნდა გავაჟღეროთ, არავინ ჩვენ ყურს არ გვისვენს, იმიტომ ჩვენთვის ყველანი ყრუები არიან, ყველანი ბრბები არიან, ყველანი უთყვები არიან რა. და ამიტომ მივაქციოთ ამას ყურადღებას. მე 2020 წელს მოგიწოდეთ თქვენ, რომ მაშინ დაგვეწყო ეს გაერთიანება, რომ ჩვენი ხალხი რო ჩაწყვიტეს იქარ, საავადმყოფოებში რო ჩაწყვიტეს. მე შევხვდა კაცო კოვიდი, მაგრამ მიყურებთ რა გერავარ ცოცხალია რა. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც შეიყვანეს საავადმყოფოში, ისე დანადგარები ჰქონდათ იმას, რომ არცეც ვის არ ჰქონდა, რა ქვია, ფილტრი არ ჰქონდა და ცხელი ჰაერი ეწოდებოდა ადამიანს და უგლიჯავდათ იქით უარესად ფილტრებს და თუ აი ეს არავის არ უთქვია, მაგრამ ახლა ვამბობ. მიმდინარეობდა ძალიან კარგად. მიდიოდა პირდაპირ სხეულებით ვაჭრობა. რატო არ გახსნევიებდნენ მიცვალებულებს? ამოკვეთილი ჰქონდათ ყველას ყველაფერი. არც გული არ ჰქონდა თავის ადგილზე, არც ირკველები არ ჰქონდა, არც ფილტვები არ ჰქონდა და არაფერი არ ჰქონდა თავის ადგილზე. ტვინი რო ტვინია, ეგიც არ ჰქონდა. ახლა თუ დაიჯერებთ აი ესა. აი მე ეს მინდოდა რა, მე თქვა და ერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და ყოველ ეს გადასხიზოთ. ჩვენთან არც ღმერთი. ერთმა დაგლოცოთ.